ძალიან მნიშვნელოვანია რაიტ მილზის ნაშრომი სახელმწიფო ელიტა, რომელიც 1956 წელს გამოიცა და საუბარი იმაზე, როგორ ესე იგი მიიჩნევდა მილსი ელიტების ფორმირების პროცესს და მაგალითად ის ამერიკულ სახელმწიფოს დაკვირვებით ესეთ რაღაცას გვეუბნება და სხვათა შორის ეს დაკვირვება დღესაც Deep State-თან მიმართებით, თვითონ ტერებთან მიმართებით აქტუალურია. ის გვეუბნება, როდესაც იმეორებს მიშელსის შეხედულებას, რომ ბიუროკრატია, როგორც სახელმწიფო ბიუროკრატია, კონცენტრირებული ძალაუფლების სივრცე თავისთავად წარმოშობს ელიტებს და თუ ამერიკულ საზოგადოებას დავაკვირდებით ამერიკულ ხელისუფლებას, ხო, ძალაუფლების განათლების პრინციპს. ნავინახავთ, რომ ის მეტაკლება თავმოყრილია ეგრეთ-წოდებულ მართლობის ტრიუმვირატში, ესე აი ამ ესე იგი ტერმინებით მოიხსენიებს, ეს ტრიუმვირატი არის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა. ეს არის დიდი ბიზნესი, მსხვილი ბიზნესი და განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის გავლენა წინა საარჩევნო პერიოდზე და შემდეგ უკვე აი ამ დაკვეთების აღსრულების მონიტორინგი, როდესაც რომელიმე პოლიტიკური კანდიდატი გაიმარჯვებდა და ეს არის სამხედრო ინდუსტრია. სამხედრო ინდუსტრია იმდენად ძლიერი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორია, მათ შორის ამერიკულ გეოპოლიტიკურ სივრცეში და გეოპოლიტიკურ სივრცეში გულისხმობა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების თვითონ სახელმწიფოს, არამედ მისი ინტერესის სფეროს. იმდენად ძლიერი აქტორია, რომ პრაქტიკულად ის განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის პოლიტიკის დინებასაც და პოლიტიკის პოზიციონირებას. შესაბამისად, ეს ტრიუმვირატი მილსის აზრით უზრუნველყოფდა იმას, რომ დემოკრატიული პროცესები დარჩენილიყო ეგრეთ წოდებულ ფორმალობად და რეალობაში ამ სამ პოლიტიკურ პოლუსს ეკარნახა საზოგადოებისათვის, ამერიკული საზოგადოებისათვის თამაშის წესები და მათ შორის მანიპულაცია მოახდინა მათ არჩევანზე.